თეატრალური პრემია დურუჯის ლაურეატების გამოსავლენად განცხადებების მიღება დაიწყო. რეგისტრაციის ვადა 15 აპრილს იწურება. გამარჯვებულებს ჟიური 5 ნომინაციაში გამოავლენ. საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, რისთვისაც ფულადი პრემიის სახით 14,000 ლარია გამოყოფილი. ასევე საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო პიესის ავტორი და საუკეთესო სცენოგრაფი. ამ 4 ნომინაციისთვის ფულადი პრემია 2,000 ლარია. გარდა ამისა, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს ტრადიციულად კულტურის სამინისტრო გამოავლენს და 10,000 ლარის დააჯილდოვებს. პრემიაზე წარდგენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალის ნახვა კომპანია რედიქსის სოციალურ ქსელზე ან ვებ მისამართზე არის შესაძლებელი. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ ცისკრის ინიციატივით უკვე მე-6-ად გაიმართება. წელს ველოდებით ძალიან საინტერესო შესარჩევ პროცესს, ასე ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თეატრმცოდნეების კულუარებს მიღმა ამბობენ, გასული თეატრალური სეზონი მრავალფეროვანი საინტერესო იყო სპექტაკლების მხრივ და ამდენად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჟიურის საინტერესო სამუშაო პროცესი, საინტერესო და იმავდროულად რთული სამუშაო პროცესი ძელის.